ახლა ჩვენი სცენა მინდა დავუთმო. სანდრო ჯეჯელავას, ფლომასტერის დამფუძნებელი და დირექტორი, რომელსაც წარდგენა არ ჭირდება, მაგრამ მაინც ვთქვათ. სანდროს თემა არის, რას გააკეთებდი წარუმატებლობის საფრთხე რომ არ არსებობდეს. საინტერესოა, რას გააკეთებდი თქვენ წარუმატებლობის საფრთხე რომ არ არსებობდეს. დიდი მადლობა. წინაჯერზე ლუტეცია საჩუქარი არ შემხვდა, ამიტომ დაუბრუნდი. კარგი. მოკლედ, ხანდახან ხვდები სკოლის მოსწავლეებს, ძირითადად პროფესიის არჩევის თემაზე და ძალიან მაგარი ბავშვები ხვდებიან. ძალიან მოტივირებული, მშრომელი, მოწესრიგებული, დისციპლინირებული, ძალიან მოტივირებული ხალხი ხვდება და აი ბავშვს რო შეხედავ მე-10 კლასელს, მე-11 კლასელს და იტყვი რომ ეს აგვაშენებს. ისეთი მაგარია. ყველანაირად თვალები უნათებს, საქმე იცის, მოტივირებულია, მშრომელია და ვეკითხები რომ რა ოცნება გაქვს, რას გინდა რომ მიაღწიო. და ვისმენ ხალხო ძალიან მარტივ დაბალ თამასას. ეს ძალიან მაგარი მოსწავლეები ოცნებობენ ძალიან მარტივ რაღაცეებს. ამბობენ რომ სამსახური მინდა კარგი მქონდეს, მინდა ვიმოგზაურო, მინდა რომ ოჯახი შევქმნა, სახლი კარი მქონდეს, მანქანა, მეგობრები მყავდეს, ძალიან ჩვეულებრივი მიზნებია იმისთვის რომ იყოს ოცნება. ანუ თამასა არის დაბალი. გასაგებია რომ ძნელი ცხოვრება გამოვიარეთ. გასაგებია რომ მშობლებისგან ესმით რომ ძალიან ბევრი გასაჭირია ცხოვრებაში, მაგრამ შეიძლება ამან გამოიწვია რომ მათი ოცნება არის საკმაოდ დაბალი. საკმაოდ დაბალი. ჩვენ ღონისძიებას ქვია HR-ის მომავალი, Future of HR. და მე მაქვს გამოწვევა, ჩელენჯი თქვენთვის, როგორც HR-ებისთვის და პატარ რაზეც ისაუბრა და წინა გამომსვლელებმა ძალიან კარგად ებმევა, მე მგონი ჩემი სათქმელი, რომ თქვენს დაბალი თამასა ხო არა გაქვთ შემთხვევით. თქვენ ხო არ ახართ ის მაგარი გოგოები, უმეტესწილად და ბიჭები, რომლებმაც სკოლაში ჩვეულებრივი ცხოვრება ინატრეს. ოქროს თევზი შეხვდათ და უთხრეს ჩვეულებრივი ცხოვრება. სამსახური მინდა, პატივს მინდა რომ მცემდნენ, მეგობრები მყავდეს, ნორმალური ანაზღაურება და ასე შემდეგ. და პატამ რომ დაგვარიგა და ესე გააგრძელებს და იმედი მაქვს ამ დარიგებას რომ ცოტა გავაფრინოთ, ჩემი სათქმელიც ეგ არის. რომ ჩვენ შეიძლება გვჭირდება, ესე იგი, თქვენ თუ არ დაიჯერეთ ქართული კომპანიების მაგარი მომავალი, ხო? არ დაიჯერებენ თანამშრომლები. თანამშრომლებმა თუ არ დაიჯერეს, შოთამ გითხრა რომ კლიენტიც არ დაიჯერებს, ვერ დაინახავს, ხო? და კლიენტი თუ არ დაიჯერებს, არც შექმნილა, ხო? ჩვენ რაც არ უნდა იმ შეხედეთ, ანებს შეხედეთ, HR hub-ის ანებს, რა დაისახეს და სად მოვიდნენ, ხო? და რა ძნელი და დაუჯერებელი ამბავია. თქვენ კომპანიებს შეხედეთ, გნებავთ Agro Hubs, ხო? გნებავთ ჩემი წინა გამომსვლელის ამბავი, საერთოდ დაუჯერებელია. ფეხბურთის ამბავი დაუჯერებელია. ეს დალაგებული ხალხის ნამოქმედარია, ხო? ანუ დიახ, რა თქმა უნდა, დალაგებული ხალხის ნამოქმედარია, მაგრამ ისეთი ხალხის, რომელსაც არ შეეშინდა, რომ ძალიან მაღალი თამასა დაიწესოს და იფიქროს, აი moonshot thinking, როგორც პატამ თქვა. და HR-ების მომავალი არის ჩვენი ოჯახების და ჩვენი ორგანიზაციების მომავალი, ჩვენი ორგანიზაციების მომავალი და ოჯახების არის ჩვენი ქვეყნის მომავალი. ვიღაცამ კი არ უნდა შეგვიყვანოს ევროკავშირში, თქვენ და თქვენმა თანამშრომლებმა უნდა შეგვიყვანოთ ევროკავშირში და მიგვაღწევინოთ ყველაფერს, რაზეც ვოცნებობთ და რისი სურვილიც გვაქვს. მე მინდა გითხოთ, მგზავრები ხართ ამ გზაზე თუ საჭესთან ხართ? მე მგონია რომ საჭესთან ხართ, ხო? მაგრამ აი მოსწავლესავით, რომელიც ამბობს, რომ ოღონდ სამსახური მქონდეს და ნორმალური ადამიანური ცხოვრება და სხვა არაფერი არ მინდა, შეიძლება თქვენი თამასაც იყოს ცოტა დაბალი და ძალიან მიხარია, რომ ჩემი სათქმელი და პატას სათქმელი მოკლედ ძალიან კარგად უკავშირდება ერთმანეთს. მაღალ აქამდე როგორ მიდის, ამაზე დასაფიქრებლად შეკითხვა მინდა დაგისვათ, რომ აქამდე როგორ მიდის თქვენი საქმე. მაღალ მიზნებს სახავთ და ვერ აღწევთ, ან თითქმის აღწევთ, თუ დაბალ მიზნებს სახავთ და აღწევთ წარმატებით. მთავარი რისკი ის კი არ არის, რომ ძალიან მაღალი მიზანი დასახო. შეიძლება ის ვერ გააკეთო, მაგრამ იმის დევნაში შეიძლება ძალიან მაგარი ტიპი გახდე და ძალიან ბევრ რამეს მიაღწიო. მთავარი საფრთხე არის, რომ დაბალი მიზანი დასახო და ძალიან ბედნიერად მიაღწიო.
და მაი მერე რა ხდება დაბალ მიზანს რომ დასახავ წლები რომ გავა და ეს ყველაფერი რომ მიაღწიე, მაგრამ არ შთაგაგონებს, არ არის აღმაფრთოვანებელი, ხო? ეგ არის სერიოზული პრობლემა. იქნებ არასაკმარისად ამბიციური ხართ. იქნებ, ხო? იქნებ საფიქრალია, იქნებ უნდა დაუჯეროთ პაატას და ჩავიფიქროთ მართლა ის რაღაცა მასშტაბური პროექტი. საზოგადოებრივი პროექტი იყო, შეიძლება უკავშირდება შენ საქმეს უშუალოდ, შეიძლება საერთოდ არ უკავშირდება. რისთვის ემზადები? შენ თუ ხარ კლასში თუ საუკეთესო მოსწავლე იყავით, მენეჯმენტთან სალაპარაკო ენა თუ გამონახე, ემპათია თუ გაქვს, ხალხი თუ გიყვარს, პატრიოტი თუ ხარ, რავი, შენი გასაკეთებელი ყოფილა, აბა ვის დაველოდოთ, ვინ უნდა გაქვს, ვინ მოვა, ვინ მოგაკითხავს და ვინ გააკეთებს შენ გასაკეთებელს, ხო? რა ალბათობაა, მეორე შეკითხვა კიდევ ერთი, არის რომ რა ალბათობაა, რომ ოქროს თევზი შეგხვდეს, შენ ახარ შენი ოქროს თევზი, ხო? მარტივი რაღაცეები დაუკვეთო და იმან დაგიკორექტიროს და გითხრას რომ არა, მაგას კი არ გაგიკეთებ, გაცილებით მასშტაბურს და მეც. არ არსებობს ოქროს თევზია და რასაც შეუკვეთავ, კარგ შემთხვევაში ის ჩამოგივა, ხო? ცუდ შემთხვევაში შეიძლება იმას ნაკლები ჩამოგივიდეს, ხო? მოკლედ რატომ ვაკეთებთ ამას? რატო არის ამასა დაბალი? იმიტომ არის თამასა დაბალი, რომ გვეშინია, რომ გავბანძდებით, გვეშინია, რომ მაღალ თამასას დავაწესებთ, ვერ შევასრულებთ, ირინა ნერვიულობდა, გადასარევი გამოსვლა ქონდა, ჩემი წინა გამოსვლელი ნერვიულობდა, ყველა ნერვიულობს, თქვენც ინერვიულებთ, ესე იგი აქ რო იდგეთ და მეც ნერვიულობ, უბრალოდ განსხვავება ის არის ნერვიულობდა მან დახარ თუ ნერვიულობდა აქ ახარ, ხო? ანუ ეხლა ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ მანდ ჯდომით გაბანძდები თუ მაგარი რამეების კეთებაში გაბანძდები, აი მაგაზე არის დაახლოებით ლაპარაკი, მაფატიეთ გულახდილობისთვის პაატამ მოიხადა ბოდიში და მეც მოვიხდი, ხო? შენი პოტენციალის არ რეალიზაცია არ არის გაბანძება და სცენაზე გამოსვლა და გაბანძება არის გაბანძება. არ მგონია, მე მგონი რომ თავარი რისკი არის რომ შენი იმედი ქონდა ხალხს და შენ თავს და შენ ოქროს თევზს და მოკლედ შენ არ გაბედე და არ წახვედი იქ სადაც უნდა წასულიყავი. სამ ფიქრს შემოგთავაზებ და მინდა რომ ეს სამი ფიქრი გაგატანოთ, ასე ვთქვათ. დღეს შეიძლება არ გადაწყდეს, მაგრამ პაატა ისე დაგგვირდა, რომ შეიძლება დღესაც გადაწყდეს ეს ამბავი. პირველი ფიქრი არის, რომ წარმოიდგინეთ, რომ ვიღაცამ მოგცათ გარანტიები, რომ არ გაბანძდებით. აი მაგ შემთხვევაში რას გააკეთებდით? ანუ შენ რო გქონდეს გარანტია, რომ გამოგივა, რას მოკიდებდი ხელს და კოუჩინგშიც იყენებენ ამას და ბევრ სხვა მიმართულებაში. იმიტომ რომ ამ კითხვაზე პასუხი შენ მართლა რა გინდა შეიძლება პასუხი გაგცეს, ხო? რომ if you couldn't fail, რომ არ გქონდეს საფრთხე, რომ წარუმატებელი იყო, რას მოკიდებდი ხელს. ეს არის პირველი შეკითხვა და პირველი ფიქრი, ხო? შეიძლება ფიქრობთ, რომ იმას მოვკიდებდი, სანდრო, რასაც მოვკიდე, ხო? ამაზე გული უნდა დაგწყვიტოთ, ორი ნათქვამი მაქვს ამაზე, ერთი მაგ ნათქვამი, რომ რამაც აქამდე მოგიყვანა. ვინც არ უნდა იყო და სადაც არ უნდა იყო, რამაც აქამდე მოგიყვანა, შორს ვეღარ წაგიყვანს. What got you here won't get you there. ანუ შენმა უნარებმა, შენმა შრომამ, შენმა განათლებმა, შენმა სანაცნობომ მოგიყვანა აქამდე და მადლობა ღმერთს. მაგრამ შორს ვეღარ წაგიყვანს. მეორე გამოთქმა არის, რომ თუ გინდა გქონდეს, რაც არასოდეს გქონია, მოგიწევს გააკეთო, რაც არასოდეს გაგიკეთებია. ხო? გქონდესში მანდამაინც ქონებაზე ნუ იფიქრებ, თუ გინდა სტატუსი, თუ გინდა ცოდნა, დიპლომი, მოგიწევს სხვა რაღაცეების გაკეთება. აინშტაინს აქვს ნათქვამი, რომ ყველაზე მეტად მაკვირვებს ადამიანი, რომელიც აკეთებს იმას, რასაც აკეთებდა გუშინ და მოელის განსხვავებულ შედეგს. არ იქნება ხალხო ესე. თქვენ თუ გინდათ, რომ გაფრინდეთ და მთვარეს მიწვდეთ და ღრუბლებს მოგიწევთ, რომ სხვანაირები იყოთ, განსხვავებული. ეს არის პირველი ფიქრი. მეორე ფიქრი არის ეგეთი სტრესისთან გამკლავების ტექნიკა არის worst case scenario, ანუ უარესი სცენარების ანალიზი. ყველაზე ცუდი რა შეიძლება დაგემართოს, აი მაგას რომ მოკიდო ხელი და რომ გაბანძდე, ყველაზე ცუდი რა მოგივა? მოკვდები ფიზიკურად? თუ გაქრები თუ უმუშევარი დარჩების ამუდამოდ, როცა მე მელაპარაკება ადამიანს და უარეს სცენარებს ვაანალიზებთ, უარესი სცენარი იცით როგორი გამოდის, რომ სხვა რამეს ვისწავლი, მაგის კეთებაში სხვა რამეს ვისწავლი და ეგ თუ არ გამომივა, სხვა რამეები გამომივა ძალიან მაგარი. ანუ ისეთი ცუდი არ არის ცუდი სცენარი, როგორც თქვენ გონიათ.
ამიტომ მეორე კითხვა არის, რომ დაუშვათ და გავბედე, დაუშვათ და გავედი სცენაზე, დაუშვათ და დავიწყე იმის კეთება, რო გავბანძდე, ყველაზე ცუდ სცენარში რა ხდება? გაეცინება ვიღაცას და აკენწლავენ. რამეს თუ გააკეთებ და მიაღწევ ცხოვრებაში აკენწლავენ. HR-ები ხართ, დილას, შუადღეს და საღამოს კენწლავენ კურილკაში. ხო და გამარჯობა შენი და ღირებული რაღაცა მაინც გააკეთე კაცო და ისეთი რომ ღირდეს რო თავი ავაკენწლინოთ, ხო? ტყუილა რო არ იყოს ეს ამბავი. წარსულში როგორ არის ეგ ამბავი? შენი მიღწევები ხო არ გადის ზუსტად ეგეთ გადაწყვეტილებებზე, როცა გაბედე, რომ გამხდარიყავი, გაბედე რომ გაგერისკა, ხო? და მესამე ფიქრი არის, რომ სხვებს, ვისაც იცნობ და ვინც მოგწონს. ზოგი ამ სცენაზე იდგა, ზოგი თქვენი სამსახურის სცენაზეა, ხო, ირინამ თავის მენეჯმენტზე კარგი რამეები თქვა, რა ვიცი, ბეზოსი ახსენეს და მედია ერთ წინადადებაში და გამიხარდა ძალიან. ხო? ეს ხალხი, ვინც რაღაცას მიაღწია და შენ ვინც ვინმედ მიგაჩნია, ისინი რისკავდნენ თუ ჩირკში იჯდნენ. ეს არის მესამე შეკითხვა. ის ხალხი, ვინც შენ აღგაფრთოვანებს, აკადემიურია თუ, მსახიობია თუ, ფეხბურთელია თუ, ვინც გინდა იყოს, რას აკეთებდა? უსაფრთხოდ თამაშობდა, ჩირკში იჯდა, ჩრდილში, თუ რისკავდა და ბანძდებოდა და მერე სწავლობდა და ფეხზე ადგებოდა და გამოსდიოდა, ხო? მე მგონია, რომ ამ შეკითხვაზე მოკლედ პასუხი ძალიან ცალსახაა. ჩვენ გამომსვლელებს დააკვირდით. როგორ მოვიდა ეს ხალხი, რატო გამოდიან დღეს და რატო გველაპარაკებიან და თუნდაც იმას რატო რისკავენ, რომ არ მოგეწონოთ. ნებისმიერი გამოსვლა არის რისკი, რომ ვიღაც მოეწონება და ვიღაც არ მოეწონება. რო არ გამოუსულიყავი, რა არ მოგეწონებოდათ, ასე ვთქვათ, ხო? არ არსებობს ეგეთი რამე. რატო აკეთებენ ამას? ამას იმიტომ აკეთებენ, რომ მზად არიან იმ დიადი მიზნებისთვის, რომელზეც პაატა მილაპარაკა და ყველამ ფაქტიურად გარისკონ თავისი ეგოს პატარა მასაჟები, ასე ვთქვათ და ისა, ხო? დაჭმუჭნა, ხო? ფიქრის მაინც არ შეგვეშინდეს, ხო? გაკეთების რო გეშინოდეს კიდე გასაგებია და ფიქრის მაინც ხო არ უნდა გეშინოდეს. მე მოგიწოდებთ, მოკლედ, რომ ამ სამ შეკითხვაზე იფიქროთ და თქვენ თავს ელაპარაკოთ და თქვენ მეგობრებს ელაპარაკოთ. ანუ პირველი, რას გავაკეთებდი? წარუმატებლობის შანსი რო არ იყოს. გარანტია რომ ეჭიროს ხელში, როცა წარმატებული ვიქნები, რას გავაკეთებდი, ეგ არის პირველი. მეორე, თუ გავბედე და მაგის კეთება დავიწყე და გავბანძდი, სად დავეცემი, ხო, დაცემა როგორ გამოიყურება, ხშირად ისე საშიშად არ გამოიყურება, როგორც შეიძლება გეჩვენებოდეს, ხო? და მესამე, მე ვინც აღმაფრთოვანებს, ჩემთვის სამაგალითო ვინც არის, რომელი ტრაექტორიით არის აქამდე მოსული, ხო? რას უკვეთავ შენ ოქროს თევზს, ამით მინდა რომ დავამთავრო. რას ეუბნები? პატარ-პატარა რაღაცეებს ეუბნები, ოქროს თევზია გლოვო ხო არ არის, ხო? ოქროს თევზია და ყველაფერი შეუძლია რომ გააკეთო. გლოვოს არაფერს არ ვერჩი, ხო? მოკლედ ოქროს თევზს უნდა შეუკვეთო ოქროს თევზის საკადრისი რაღაცეები. თქვენ ხართ შრომელი ხალხი, განათლებული, მცოდნე, სამსახურიც გექნებათ, პატივისცემაც გექნებათ, სოციალური სტატუსიც, მეგობრებიც გყავთ, სახლიც გაქვთ, კარიც და ისა. და რამე უფრო მასშტაბური და ღირებული. ამ ქვეყანას ეგეთი ადამიანები გარეკილები, ბატამ როგორც თქვა, ეგეთი გარეკილები ამოძრავებენ წინ, ხო? დაალაგებულები და ჩირკში და ჩრდილში მოსვენებულები არ მგონია, რომ შეძლონ, ასე ვთქვათ, ჩვენი რეალობის შეცვლა, ჩვენი საერთო რეალობის შეცვლა და მოკლედ play safe, უსაფრთხო თამაშის სტრატეგია ქვია, რომ გზის გასაყარი რო შემხვდება, საითაც უსაფრთხოა იქით წავალ. და გვეუბნებიან, რომ ყველაზე unsafe, ყველაზე არაუსაფრთხო არის უსაფრთხო თამაშის სტრატეგია, ხო? იმიტომ რომ ამით მინდა დავამთავრო, ძალიან კარგი წიგნია, ქვია მომაკვდავთა 5 სინანული და ვიდეოც გვაქვს ჩვენ YouTube არხზე. რას ნანობს ხალხი ბოლოში, ცხოვრების ბოლოში. და ერთ-ერთი სინანული, მე მგონი ნომერი 1 არის, რომ ნეტა მიმეცა ჩემი თავისთვის უფლება, რომ ის ყოფილიყავი, რაც შემეძლო რომ ყოფილიყავი. ხო და ამას ნუ დაინანებთ რა. ამას ნუ დაინანებთ. ფიქრი დაიწყეთ და მე რაღაცა გამოვა. მადლობა. არ წავიდე. კარგი. ეხლა არ წავა.
ხო, შეკითხვები დრო თუ გვაქვს, შემიძლია რომ შეკითხვებს უპასუხოთ და როგორ არის. კი ბატონო, შეგვიძლია შეკითხვებსაც უპასუხოთ და რა თქმა უნდა უწესია საჩუქარი უნდა გაგწევთ. მივიღებ და შეკითხვა. მადლობა. შეკითხვა თუ გაქვთ, მე მგონი მაგ 1-2 წუთი რომ შეკითხვას უპასუხო. დიახ. დიახ. მე გავიმეორებ რომ ყველამ გაიგოს. არ უნდა შეგვეშინდეს, უნდა გამოვიდეთ ახსოვს ეს. დიახ. მაგრამ როდესაც აი ჩემი გამოსვლით ძალიან ბევრი ნეგატივ სიზებს ვიღებ საზოგადოებისგან. დიახ. სწორედ იმ საზოგადოებისგან ვისთვისაც აკეთებ. ზუსტად. აი რამდენად სულ აი 100 ჯერ გამოვიდა 100 ჯერ ნეგატივი მივიღე. კი, თავს. მე ხო არ ვფიქრობ იმას, რომ ის რა ხის საზოგადოება აი ამან. კი ბატონო. ესე იგი, პირველი ნაწილი მაგაზე პასუხის მაგ, ესე იგი დედის და შვილის ურთიერთობა. ეგეთი უმადურობა, როგორც შვილებს შეუძლიათ, რავი, ძალიან ძნელი წარმოსადგენია და ყველა იწევს დედობაზე, ხო? ესე იგი რაღაცა ღირებულება ყოფილა. შენ თუ შეხვედი მაგ იმ ხალხის მიმართ ამ დედურ იმაში, რომ ვიცი რომ გამაკრიტიკებენ, ვიცი რომ თინეიჯერობაში დამაბრალებენ ნარიყალას დანგრევას და ყველა უბედურებას, მაგრამ მაინც ამოვთხრი და მაინც გამოვიყვან, ეგ არის უკვე მან თავდება ცხოვრება და იწყება მოღვაწეობა, ხო? და მეორე გამოთქმა, რომელიც გამახსენდა არის, რომ თქვენი ძეგლის საძირკველი გაკეთდება იმ ქვებით, რომელიც მოგხვდებათ. ქვები თუ არ გხვდება, არ მზადდება შენი ძეგლი. არსად არ იქნება და მაგაზე ნათქვამია რომ თუ გინდა რომ აცდე კრიტიკას, აი როგორც შენ დასვი შეკითხვა, სამი რამე უნდა გააკეთო, ვიღაც ჩინელს მიაწერეს ეს ამბავი, სამი რამე. არაფერს წარმოადგენდე, არაფერი თქვა და არაფერი გააკეთო. და კრიტიკას აცდები. საერთოდ თუ ვერ გაგიხსენეს რომელი იყავი, ვალოდია ჯინჭარაძე ხო სადიჯექი, მაშინ არ გაგაკრიტიკებს, არ აკენწლის არავინ. თუ ქვების რაოდენობა იზრდება, ეთყობა დიდი ძეგლის საძირკველი იმაშვება. ეხლა ეს არ გამორიცხავს ემოციურ ინტელექტს და ადამიანებთან ურთიერთობას და არ არის ახსენა შოთამ და მოკლედ ჩვენ და მოვახერხოთ რომ ხალხი დავამობილიზოთ. მარტო არ კეთდება დიდი საქმეები და უნდა შემოიკრიბო ხალხი, ხო? ყველას განქვათ თუ გხვდება, ესე იგი რაღაცა პრობლემაა, მაგრამ შურიანი ხალხისგან ქვები მოგხვდება. ის კი არა რომ უყვარხართ ის ხალხიც გაკავებსო გმირის მოგზაურობაში ამბობენ, იმიტომ რომ ეშინია რომ დაკარგავს. გუშინდელს გიცნობს და ხვალინდელი აღარ იცის. მე გეყვარება ის ხალხი თუ არ გეყვარება. მოკლედ ეგ არის, მე მგონი რომ უნდა მოგხვდეს ქვები რა და ადვილი არ არის. ძალიან დიდი მადლობა დამსახურებული საჩუქარი უწესიასგან. სანდროს არ ვემშვიდობებით, ბოლო ბლოკში დაგვიბრუნდება აჩიარველაძესთან ერთად.